როგორც ბატონი პრეზიდენტისთვის არის ცნობილი, ჩვენ სისრულეში მოვიყვანთ საგარეო პოლიტიკის სუვერენულ კურსს. რუსული მიმართულებით ჩვენს შეხედულებებში თანმიმდევრულნი ვართ. ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაკავშირებს თანამშრომლობა. ჩვენ არ მოვეკიცით საერთაშორისო წნეხის ქვეშ და არ შევწყვიტეთ ურთიერთთანამშრომლობა არც ერთ მნიშვნელოვან სფეროში. მინდა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთის ენერგოუსაფრთხოების საფუძველი არის რუსული ენერგომატარებლების სტაბილური მიწოდება როგორც წარსულში, ისე ახლა და მომავალშიც. დიდად ვაფასებთ რუსული ენერგეტიკით ჩვენ სტაბილურად მომარაგებას. უკრაინა უნგრეთის მეზობელია, ამიტომ ეს ომი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკლისს განვიცდით. სამხედრო ოპერაცია ზღუდავს ეკონომიკის ზრდას მთელ ევროპაში, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოშიც. გავიმეორებ იმას, რასაც წინა შეხვედრებზეც ვამბობდი. უნგრეთი დაინტერესებულია მშვიდობით. ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი სამშვიდობო წინადადებები მიგვიყვანს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ვიცი, რომ თქვენი სამსახურით თქვენ უპირველეს ყოვლისა იცავთ თქვენი ქვეყნის ინტერესებს, უნგრეთისა და უნგრელი ხალხის. გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენი შეხედულებები ზოგჯერ შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. თუმცა ჩამოყალიბდა ისეთი ვითარება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გულწრფელად ვისაუბროთ და ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ. ეს გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ ვიცით თქვენი გაწონასწორებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ უნდა დავადასტურო ის ფაქტი, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გასული წლის განმავლობაში ჩვენ გარკვეულწილად შეგვიმცირდა სავაჭრო ბრუნვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარე შეზღუდვების გამო. გმადლობთ, რომ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენს ქვეყანაში, ჩემსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს იყო დონალდის შემოთავაზება. მან მაშინვე თქვა, ჩვენს და თქვენს გვაქვს კარგი ურთიერთობები უნგრეთთან, ამიტომ ამ ვარიანტს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით ამ შემოთავაზებას.